გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. დასავლური რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უცვლელი რომ ამას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშიც ადასტურებს, რომელიც კვლავაც კრიტიკითაა გაჯერებული. მსგავსი კრიტიკა უცხო არ არის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისე წევრი თუ არაწევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგალითად ამ მხრივ გამორჩეულია დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრს დღეს თანამდებობა დატოვა. კირ სტარმერის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები ტელეკომპანია იმედსაც შეეხო და აბსურდული ბრალდებით მედია საშუალება დაასამსირა პოსტივისთან ერთად. როგორც გაირკვა ბრიტანეთის პრემიერს, პრობლემები არა მხოლოდ ისტორიულ მოკავშირეებთან, მაგალითად ამერიკასთან, ასევე არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობასთან, არამედ საკუთარ პარტიაშიც ჰქონია. სწორედ ამიტომ მან ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტიც კი დატოვა. კიდევ უფრო საინტერესო და დრამატულად მიმდინარეობს პროცესები ქართულ ოპოზიციაში, სადაც ალიანს შიგნით თუ გარეთ ახალ-ახალი ბრალდებების ტალღა არ ცხრება. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ჩვენი სტუმარი იქნება გარემოსდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. გადაცემის მეორე ნაწილში კი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორ გოგიტა თოდრაძესთან. მივესალმებით ქაბატონ მაიას, მოგესალმებით, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც უკვე აღნიშნე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ემზადება საქართველოს შესახებ ანგარიშის წარსადგენა და მერე შემდეგ ამაზე სამსჯელო და 4 შაბათს მოხდება ამის წარდგენა ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში. გამოქვეყნდა ასევე რეზოლუციის პროექტი, სადაც მოთხოვნილია რიგი გამკაცრებული კანონების გაუქმება, როგორც აქ წერია, დაგმობილია პოლიტიკოსებისთვის მისჯილის სასჯელები და იქვე გამოხატულია მზადყოფნა ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის. როდის შეიძლება ან რაზეა დამოკიდებული, რომ ასეთი ტიპის დიალოგი მაგალითად შედგეს? მოგესალმებით თეა, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია, ასე ვთქვათ, რაღაც შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა, რომლებიც ინიცირებულია, უკვე ყველამ კარგად ვიცით, იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის ნაციონალურ მოძრაობის მოკავშირე ან ასე ვთქვათ დედაპარტია, ამ შემთხვევაში ალდეზე მაქვს საუბარი, ალდე იყო, არის ასე ვთქვათ, რეზოლუციის ინიციატორი, რაც უკვე თავისთავად ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და შაბლონად ქცეული მოთხოვნები კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, ისეთი კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირის და არა მხოლოდ ევროკავშირის, მათ შორის ბრიტანეთში მოქმედებს და ასე ვთქვათ, სახელმწიფო სადარაჯოზე თითოეული სახელმწიფო ცდილობს, სახელმწიფოს ასე ვთქვათ, წესრიგის დაცვის სადარაჯოზე ყოველწლიურად იყოს გამკაცრებული რიგი კანონმდებლობა. დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ, ასე ვთქვათ, ამ უტოპიური რეზოლუციით კანონმდებლობის გაუქმებისკენ. ხოლო მეორეს მხრივ ისევ პოლიტიზირებას აკეთებენ მარტივი კრიმინალის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, მარტივად არსებობს კრიმინალი, რის შედეგადაც ხდება რეაგირება, შესაბამისად აი მონათვლა და ერთი ასე ვთქვათ რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით, ეს უკვე მოძველებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა გახსოვთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან, აქაც იყო ჩამობძანებული, მაინც მძლავრობს, ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობის ალიანსში მყოფი პარტიის, ამ შემთხვევაში ალდეს რეზოლუციების პროექტები, ანგარიშს გულისხმობ ამ შემთხვევაში, სადაც კვლავ იგივე ტექსტები მეორდება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა იქვე საუბარია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მათ მზაობაზე, დიალოგთან დაკავშირებით და აქ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მიუხედავად აი ამ ძალიან დიდი ზეწოლისა, უსამართლო დამოკიდებულებისა, აი გამოყენებული არასწორი ორმაგი სტანდარტისა საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ვიყავით იმისთვის, რომ დეტალურად გაგვეხილა თუ რა იყო ის კონკრეტული
არსებითი საკითხები, რომლებიც იყო განსახილველი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და რა იყო ის საკითხები და რა არის საკითხები, რომელიც მათი, ასე ვთქვათ, თქმით არღვევს რომელიმე ნორმას საერთაშორისო სამართალში თუ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაზეც საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალია აგებული, თუმცა ჩვენ ვერა და ვერ მივიღეთ, ასე ვთქვათ, ის კონკრეტული გზავნილები, რომელიც კანონის მუხლებთან იქნებოდა დაკავშირებული თუ ძირითადი პრინციპების დარღვევასთან, უფრო მეტიც, ჩვენ უფრო აქტიურად ვხედავთ იმ სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც მსგავს კანონებს იღებენ, რაც ჩვენ მივიღეთ, იქნება ეს უცხოური გავლენის შესახებ კანონმდებლობა, თუ იქნება ეს სანქციების გამკაცრება, მათ შორის ისეთი ქმედებებისთვის, რომლებმაც შესაძლებელია ძირი გამოუთხარონ წესრიგს თითოეულ სახელმწიფოში. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე, მაგრამ აღნიშნე კიდევაც ორგანიზაციები და წევრი სახელმწიფოები და არაწევრი სახელმწიფოებიც მათი მხრიდან წამოსული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისთვის უცხო არ არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დასაწყისში ვერ ერთგვარად მივეჩვეთ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ვსაუბრობთ ამ კრიტიკაზე, მე აღმოჩნდება, რომ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და იმ სახელმწიფოებსაც, რომლებიდანაც კრიტიკა მოდის, თავად აქვთ გარკვეულწილად სერიოზული კრიზისები და პრობლემები. აი, მაგალითად, ბრიტანეთზე მინდა ახლა ამ შემთხვევაში ვისაუბრო, კირ სტარმერი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის დაბეჭდებით საუბრობდა, რომ არ დატოვებდა თანამდებობას, არ გადადგებოდა, ასე ვთქვათ, მუდმივად მწიფდებოდა საუბარი მის შესახებ და მოლოდინი, რომ ბრიტანეთის პრემიერი დატოვებდა თანამდებობას, მას მოუწევდა გადადგომა, აქეთ ამას განსაკუთრებით ელოდა, როგორც აღმოჩნდა მისი ისტორიული მოკავშირე ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი და როგორც აღმოჩნდა პარტიის შიგნითაც მას საკმაოდ სერიოზული პრობლემა ჰქონდა ნდობის. ნუ სტარმერი ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება, იმიტომ რომ არ მიიღო გადაწყვეტილება იმედის დასანქცირების შესახებ პოზიტივისთან ერთად, მაგრამ არც ხელისუფლება უჩივის, ასე ვთქვათ, წარე ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებებს და გზავნილებს ყოველ შემთხვევაში ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან. აი, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა და რას ცulis ეს მაგალითად ბრიტანეთის დამოკიდებულების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ველოდოთ რაიმე ცვლილებას. ჩვენ თუ ესე ვთქვათ, ძალიან ფართო მასშტაბით გადავავლებთ იმ პოლიტიკურ ვითარებას თვალს, რა დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში, ერთი რამ ძალიან მარტივად იკვეთება, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში 6 პრემიერი შეიცვალა დიდმა ბრიტანეთმა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ საკმაოდ დიდ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც სამწუხაროდ დიდ ბრიტანეთშია, რაც შეეხება სტარმერს, ნუ აქ რა უნდა ითქვას, ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დატოვოს თანამდებობა ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მართული იყო რაღაც გარეძალების მხრიდან და არ ატარებდა იმ რეალურ ინტერესებს, რაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჰქონდათ, ძალიან დრამატული ვარდნა რეიტინგისა, მათ შორის ლეიბორისტული პარტიისა და გარკვეული შეუთავსებლობა და პოლიტიკური კრიზისი, ამაზე საუბრობდნენ მაღალი თანამდებობის პირები დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში, ისევე როგორც ამას ძალიან აქტიური გამოხმაურება ჰქონდა და ასე ვთქვათ, შეიძლება პროგნოზიც კი იყო სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის მხრიდან და ჩვენ ასე ვთქვათ, ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა გადაწყვეტილია რა თქვენ აღნიშნეთ, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გალაშქრება შეიძლება იწოდოს ის საქციელს უწოდებ მე ამ ყველაფერს, ის გადაწყვეტილება, რაც ტელეკომპანიების, ქართული თავისუფალი მედიის დასანქცირებასთან იყო დაკავშირებული, რომ არაფერი არ ვთქვათ ამ გადაწყვეტილების უსამართლობაზე და დაუსაბუთებლობაზე, ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ძალიან უხეში მცდელობა და პრაქტიკულად თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის უპრეცედენტო მაგალითი იმ ქვეყნის ლიდერის მხრიდან და იმ ქვეყნის ლიდერის მხარდაჭერით, რომლის რეიტინგი დრამატულად არის დაცემული და პრაქტიკულად ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისია დიდ ბრიტანეთში, ასე რომ ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი თუ როგორ ასრულებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც არა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ გარკვეულ გარე დაკვეთებს ასრულებს და ვერ მიუყვება, ასე ვთქვათ, იმ ხმას, რასაც ხალხის ხმა ქვია ამ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში. ანუ ცვლილებაზეც კითხეთ, რა შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულების მხრივ საქართველოს კრიტიკის კონტექსტში.
ხო, ჯერ მე ხა უნდა დაველოდოთ მოვლენებს, ჩვენ ვიცით რომ შემოდგომამდე იგი შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება და შემდეგ უკვე ვინც იქნება ლიდერი როგორც ლეიბორისტული პარტიის, ასევე არჩეული იქნება პრემიერ-მინისტრად. მე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთმნიშვნელოვანი არის ის, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასე ვთქვათ, თუ როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები, ერთი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერით ჩვენი ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის, რომ ნებისმიერი ზეწოლისა და ასე ვთქვათ, სახელმწიფოებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაუგებრობის ფონზე ჩვენი სახელმწიფოს სუვერენული ინტერესები უნდა დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და სამართლიანი დამოკიდებულებისთვის სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დროს და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ აი ისევე როგორც ევროსაბჭოს ესეთ მომდევნო პროექტზე საუბრისას ღია დიალოგზე საუბარი სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გულისხმობს. კი ბატონო, არანაკლებ დრამატულად და ესე ვთქვათ, ბრალდებებით სავსე პროცესი მიმდინარეობს ქართულ ოპოზიციაში. ყოველდღიურად შეიძლება ითქვას, დღეში რამდენჯერმე სხვადასხვა სიახლეს გვთავაზობენ ალიანსი ნაციონალურ მოძრაობა, ნაციონალურ მოძრაობა ისევ ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალურ მოძრაობა ალიანსს და ასე შემდეგ, ასე დაუსრულებლად. აი, როცა ვაკვირდებით ამ პროცესს, ხელისუფლება მუდმივად საუბრობს, რომ გარე ძალების, კონკრეტული ძალების დაკვეთა იყო ოპოზიციის გაერთიანება და ამ გაერთიანებაზე იდებოდა ფსონი, რომ ისინი შეცვლიან შემდეგ ხელისუფლებას. აი, ეხლა ეს რა გზავნილია იმ ძალებისთვის, რომლებიც შეიძლება მართლა დებდნენ ფსონს ამ ალიანსზე, ის სიტუაცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ეხლა დღეს ოპოზიციაში. რეალურად მართლა დრამატულია თუ არა კომიკური ის ვითარება, რაც ნაციონალურ მოძრაობაში და ოპოზიციურ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე ვითარდება საქართველოში, შეიძლება ითქვას, ასე ვთქვათ, შეჯამდეს, რომ ქალთა სახეების როლი პოლიტიკურ პროცესში ნაციონალურ მოძრაობის ეგიდით ნამდვილად კომიკურად იქცა. ეს მუდმივი დაპირისპირება, ღია დაპირისპირება, შეურაცხყოფა და არათანმიმდევრული დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ და ზოგადად სოფლიოში და რეგიონში არსებულ ვითარებასთან მიმართებით არის სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამთ, რომ შესაძლებლთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და სულ ცოტა ხნის წინ, ასე ვთქვათ, მომავლის შუქურად და ბედნიერების ლოზუნგად გამოცხადებული ალიანსი დღეს დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის საგნად იქცა. აქ ძალიან მარტივი და პრიმიტიულია და შეიძლება ითქვას ინფანტილური გათვლა ახალი, ასე ვთქვათ, თავმჯდომარის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, თუმცა ძალიან სამწუხაროა ეს, ასე ვთქვათ, სერიოზულად რო ვთქვათ, იმ პოლიტიკური პროცესისთვის, რომელიც ოპოზიციურ რადიკალურ ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ მართლაც აჩვენებს იმას, რომ ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებით და იმავდროულად პარალელურ რეჟიმში ქვეყნისთვის მრავალწახნაგოვანი ფორმატით ძირის გამოთხრით არიან დაკავებულები, მათ შორის ევროსაბჭოს რო დაუბრუნდეთ და ალდეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ასევე არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, პოლიტიკური გავლენა ნაციონალურ მოძრაობის არ აქვს მნიშვნელობა, ალიანსში იქნებიან, გაიყოფიან თუ შეერთებიან თუ ვინ იქნება ლიდერი, მათი ცალსახა პოლიტიკური ხაზი არის ის, რომ აი თავისი მეგობარი ევროპული პოლიტიკური პარტიების დახმარებით ყველა ფლანგზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ძირი გამოუთხარონ საკუთარ სამშობლოს და შესაბამისად ამ ადამიანების სერიოზულობა, ნდობის კოეფიციენტი ძალიან დაბლა ეცემა, შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი რა მიზნის მიღწევას აპირებენ, მინუსებში უნდათ ეთყობა გასვლა, რომ ხო, მაგრამ თქვენ ეხლა იცით ალდე
თანამშრომლობა ახსენეთ და ესე ვთქვათ პლატფორმის გამოყენება საერთაშორისო პარტნიორების, მაგრამ ის რაც ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, მაგალითად თავმჯდომარის შეცვლა, რომელიც მკვეთრად ორიენტირებული იყო გარე პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ანუ დინა ბოკუჩოვა ამ მიმართულებაზე მუშაობდა ძირითადად. ითქვა ის, რომ ამაზე აღარ იქნება კონცენტრირებული როგორც ჩანს პარტია, იმიტომ რომ რადგან შეიცვალა, ანუ რა მიზანი აქვს ამ რებრენდინგს, პლუს ამას ემატება მაგალითად რაღაც კონსერვატიული ელემენტების შემოტანა მათ რიტორიკაში. ლევან ხაბეიშვილის პოსტს გულისხმობ, თქვენც გეცოდინებათ ალბათ ამის შესახებ. აი ეს რა მიზანს ემსახურება ყოველივე ეს? რა სურს დღეს ნაციონალურ მოძრაობას? ნუ ბევრი წვალების შემდგომ ალბათ იფიქრეს და დაფიქრდნენ საბოლოო ჯამში და მიხვდნენ რა არის ის ძირითადი ღირებულებები, რამაც საქართველო როგორც სახელმწიფო დღემდე მოვიდა, თუ რა არის ის ღირებულებები, რისიც წამს საქართველოს მოსახლეობას და რა პრინციპებითაც გაზდის მომავალ თაობებს და ახლა დაიწყეს ისეთ საკითხებზე საუბარი, რაზედაც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მათ კომენტარსაც ვერ დააცდევინებდი. ამ შემთხვევაში LGBT პროპაგანდას გულისხმობ და ასე ვთქვათ, ის ორიენტირი, რაც საგარეო ფრონტზე ქალბატონი თინა ბოკუჩავას მუშაობას ეხებოდა, ახლა შეიცვალა ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანის სამომავლო პოტენციური აქტივობით ალბათ სოციალურ ქსელებში, რაც ახლა ფიქრობენ, რომ უფრო ეფექტიანი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი არის ძალიან მარტივი რამ. არ შეიძლება 2 თვის განმავლობაში 58 რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკური გზავნილი გააკეთო. არ შეიძლება მოსახლეობას მუდმივად აჩვენებდა იმას, რომ ერთმანეთს პარტიის შიგნით ესხმიან თავს და აკრიტიკებენ ერთმანეთს, ეს მეტად აღვივებს უნდობლობას და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალურ მოძრაობა იქნება კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობის სახელით თუ მათი სხვა განშტოებები, რომელსაც ეხლა თურმე აკრიტიკებენ, მათი პოლიტიკური და ასე ვთქვათ დასასრულის პიკში არის გადასული ეს ყველა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მაია ბითაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა მივესალმებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორს გოგიტა თოდრაძეს. მოგესალმებით ბატონ გოგიტა, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. 2024 წლის აღწერის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია, გაზრდილია მოსახლეობის რაოდენობა. ამ რიცხვებს განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს იმის ფონზე, რომ მუდმივად კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაზრდილია ემიგრაციის მონაცემებიც. აი, რომ გვითხრათ ამ გაზრდილი საერთო მოსახლეობის გაზრდილი მონაცემების შესახებ და იმ ბრალდებების იმ ესე ვთქვათ თემის პასუხადაც, რომელზედაც მე ახლა ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის შედეგების მიხედვით 5.8%, ანუ 216,000 კაცით არის გაზრდილი. და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი თუ განვიხილავთ სხვადასხვა დისაგრეგაციის მიხედვით, მაგალითად დაახლოებით 2.5%-ით არის გაზრდილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მთელ მოსახლეობაში, ეს დაახლოებით 91,000 კაცია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 96,1%-ია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის მხოლოდ 3,4%. ასევე აღსანიშნავია, რომ ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.5%-ით, დაახლოებით 80,000 კაცით და დაახლოებით 84%-ში ადგენს აღნიშნული მაჩვენებელი მთელ მოსახლეობაში. მეორე ეროვნებას წარმოადგენს აზერბაიჯანული ეროვნების მქონე მოქალაქეები, შემდეგ მოდის სომეხი და რუსი და ინდოელები. გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ აღსარებლობის მიხედვით მოგვეცა მოსახლეობის დახასიათების შესაძლებლობა, 82%-ია მართლმადიდებელი ქრისტიანების წილი, აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით ამ 10 წლიან ციკლში გაზრდილია დაახლოებით 126,000 კაცით, 4.1%-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის 85%-ისთვის მშობლიური ენა იყო ქართული, შემდეგ მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული, სომხური და სხვა დანარჩენი ენები. რაც შეეხება
სხვაობას მიმდინარე დემოგრაფიულ მონაცემებს და აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის ეს ზოგადად მეთოდოლოგიური თავისებურებით აისახება. ჩვენ რასაკვირველია აღწერებს 10 წელიწადში ერთხელ ვატარებთ, თუმცა აღწერათა შორის პერიოდში ვეფუძნებით ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს. კერძოდ შოუბადობა მოგზაურობის გარდა ვიყენებთ საზღვრისკვეთის მონაცემებს, რაც ძალიან კარგ სურათს იძლევა მიგრაციული ნაკადების შესახებ, ანუ ვინ შემოვიდა, ვინ გავიდა, თუმცა იმისთვის რომ დავახასიათოთ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების მოსახლეობის რიცხოვნობა, ამისთვის უპირველეს და უპირატეს წყაროს წარმოადგენს მოსახლეობის აღწერები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვისას ჩვენ საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად ვიყენებთ 6 თვიან კრიტერიუმს, ანუ იმიგრანტად ითვლება პირი, რომელიც გასული წლის განმავლობაში მინიმუმ 6 თვით იმყოფებოდა მუდმივად მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მოსახლეობის აღწერის დროს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩვენ ვეფუძნებით 12 თვიან კრიტერიუმს. გარდა ამისა ისიც აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერა მოიცავს ასევე ითვალისწინებს მოქალაქეთა გადაადგილებას არაკონტროლირებული ტერიტორიიდან, რომელიც არ არის ასახული მიმდინარე დემოგრაფიულ აღწერაში. აი, საქართველოს ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი პრობლემა იყო ის, რომ მოსახლეობის და ესე ვთქვათ, შრომითი მუშახელის კონცენტრირება ძირითადად ხდება ხოლმე დიდ ქალაქებში. როგორც წესი, ასე არის. ნუ ბოლო პერიოდის ცხოვრებამ ასე გვიჩვენა. აი, როგორ არის ამ სტატისტიკის მიხედვით ეს მდგომარეობა, შეცვლილია თუ არა, რამდენად პოპულარული გახდა რეგიონებში მოსახლეობის გაჩერება და დაფუძნება, არის თუ არა ამ მხრივ ცვლილება? ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს წინა აღწერასთან შედარებით. ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა, 5%-ული პუნქტით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და 62% შეადგენს, ადრე 57% იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაახლოებით 20%-ით ქალაქ თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და 1,331,000 გადააჭარბა. ასევე 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა 153,000-დან 236,000 კაცამდე. აღსანიშნავია რეგიონულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, რომ თბილისის გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლის რეგიონში არის მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილი, დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია შეინიშნება. და აუცილებლად მინდა კითხოთ კიდევ ერთი საკითხი, აღწერა არ იყო მხოლოდ მოსახლეობის, აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად. მეურნეობები თუ შევადარებთ 2014 წლის მონაცემებს, რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით? ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად. 8-9,000 ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, დაახლოებით 61% არის გაზრდილი მრავალწლოვანი ნარგავების მიწის ფართობი, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ხეხილის ბაღების და ვაზის ვენახების ფართობის მოცულობის ზრდასთან, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა აღწერასთან შედარებით. ჩვენ ასევე სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის შესახებ, დაახლოებით 851,000 სულ შეადგენს მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის რაოდენობა. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 15%-ით, შემცირებულია ასევე ცხრის სულადობა და 704,000 შეადგენს. გაზრდილია ღორის სულადობის მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით, ასევე გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა და ფრინველის რაოდენობა. ფუტკრის ოჯახების რაოდენობა 191,000 აჭარბებს და აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად ეს განთავსებულია უმეტესწილად ფუტკრის წარმოება
ფუტკრის სკების რაოდენობა და ზოგადად თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია აღწერის შედეგების მიხედვით იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი და გურია. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რატომ გოგიტა თოდრაძე საუბრობდა სტატისტიკის აღწერის მონაცემების შესახებ 2024 წელს რაც დასრულდა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ასეთი იყო დღევანდელი დღის ქრონიკა. გაეთანხმეთ ყველა სიახლეეს იმედი ნიუჯიზე. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახავთ.